არ მეყო, ექიმი დაჭედა ბოუს გაცივდნენ იგი და თვის ბოლო მოვიდა ისე რომ მე არ მეყო იგი. რა ის 300 ლარი რაფერ გავბადა ან და 500 ლარი 5 სულს. არ მაინტერესებს. არ მინდა. პენსია გამევიჭარე. შეჭრიდა ყველაზე მეტი პროცენტი გადაბახტი ვიქნა. რა უნდა პენსიონერი გა. მაგენი მოიქცნენ, ისე ხალხი როა მოქცეული და მერე გეიგებენ რა დღეშია ხალხი. სირცხვილია. ასეთი გამოხმაურება ქუთაისში სწორედ რომ საქსტატის უახლეს კვლევებს მოჰყვა, სადაც საუბარია რომ 5-სულიანი ოჯახის ოფიციალური თვიური საარსებო მინიმუმი 361 ლარი და 20 თეთრი საკმარისი უნდა იყოს. 4-სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 321 ლარი, 3-სულიანის 288 ლარი, ხოლო 2 ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმი 256 ლარი. აღნიშნულმა კვლევებმა ჩვენს ქალაქში გამოკითხულთა უმეტესობა გააღიზიანა. ზოგს კი სასაცილოდაც არ ყოფნის. ერთი თვე ნახე რომ მე 1000 ლარი არ მეყო, იგი სალაროე ვიღე რაცხა და იგი თვის ბოლომდე არ მემყვა მე. გადასახადია. თუ არა სხვა დღე არ მიანგარიშები ახლა სხვა თვეები და რაღაცა. თვითონ თავისი გამოთვლით რაც ყოფნის მის ოჯახს ის აიღოს ხალხზე. თავისი როგორც თვითონ ადამიანი და მას აქვს ოჯახი, ისე აქვს ნებისმიერს ყველას. თუ ეყოფა თავისი გამოისე თავისი იმიდან გადასახედიდან უნდა შეაფასოს ხალხს რა ყოფნის და რა არა ისე ზეპირად რაფერ უნდა თქვას შავარნაძის იმანდურო თქვა ცოლმა კიდე 7 ლარი ეყოფა 4 ლარიო თვეში კაი ოჯახის ქალსო თუ ეყოფოდა თვითონ მას ვინც ეს თქვა და თქვენ გადმოგცათ იმან იცხოვრობს იმ ფულა და როგორ იქნება ნახობს გამოცადო ზუსტად იცხოვრობს 250 ლარში 2 ადამიანმა ხო თან პენსიონერმა წამლებზე დამოკიდებულმა წნევის წამალი რო არ შორდება 24 საათი ორი ვარ ზუსტად ორივე პენსიონერები ნახევრად არ მყოფნეს თან წამალი ვიყიდე ისეთი უფასოა და ვიყიდე და არ გამომადგა კარდიოლოგის გამოწერილი და უკან არ იბრუნებენ ახლა არ ვეთანხმები არანაირ. არ არის ეს ჭეშმარიტებას არ შეეფერება შვილო. არაფრით არ შეიძლება რომ ეყოს 5-სულიან ოჯახს 361 ლარი. ეს არ შეიძლება. მით უმეტეს გაბჯურებულია ყველაფერი. როგორ შეიძლება მაგდა მინდა ადგინა მაგი. ორი ადამიანი ვართ ახლა სახლში ჩემი შვილი არ არის ქვეყანაში, მაგრამ ალბათ 600 ლარი მაინც გვინდა რომ წამალი ვიყიდოთ და საჭმელი ვიყიდოთ და საკვები ვიყიდოთ. იმიტომ რომ წამლები ძალიან გაბჯურებულია და წამლები გვჭირდება მე და ჩემი უხლეს. ქუთაისის სლოგანი არის City of Smile. და ეს ანეკდოტია ნამდვილად. ესეთი თანხა რომ იკმაროს ასეთმა ოჯახმა და ალბათ ხუმრობის ხასიათზე იყვნენ ვინც მოგაწოდათ ეს ინფორმაცია. ვერ გეტყვით, მაგრამ მაგდენი ნამდვილად არა. რა გააჩნია რას ხარჯავთ რა შემიძლია 2000-ის დავხარჯო და შემიძლია 100 ლარზე დაცვიყო მიდან თქვენდა შვილო შემიძლია 200 ლარი მყოფნო მარტო ჩაის თუ დავლევ და თუ რაღაცა მივამატე ზეთ ერთი 400 ლარი არ ყოფნეს 2 სული ვარ სახში საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით სწორედ ეს თანხა უნდა იყოს საკმარისი, რათა 30 დღის განმავლობაში ოჯახის თითოეულ წევრს ჰქონდეს დაბალანსებული კვება, ანუ მიიღონ ყველა ის საჭირო მინერალი და ნუტრიენტი, რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი. თუმცა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს შემუშავებული მეთოდოლოგია, ეს ალბათ ჩვენმა მაყურებლებმაც კარგად იციან. მეგი ზოსიაშვილი, ტელეკომპანია მეგატივისთვის.